4 ასტრონავტი. მისია დედამიწის ორბიტის მიმართულებით. ჩვენ მივდივართ ერთად. SLS რაკეტული სისტემის უახლესი დანადგარები, თანამედროვე კავშირის სისტემები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები. დაუღალავი მზადება და წამის სიზუსტით გათვლილი პროგრამის უმცირესი დეტალები. საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ ერთი გამარჯვება. ორიონის ხომალდის მთვარის ორ სხვადასხვა დამშვებ სისტემასთან შეერთების ურთულესი ტესტი კოსმოსში. ანდრე დუგლასი, ფრანკ რუბიო, ლუკა პარმიტანო, რენდი ბრესნიკი. 4 მამაცი ასტრონავტი. 3 სხვადასხვა ხომალდის ერთდროულად გაშვება. SLS რაკეტა, SpaceX Starship და Blue Origin-ის New Glenn როკეტის გასვლა კოსმოსში. 3 დამოუკიდებელი ხომალდი და 1 დიდი მიზანი, ყველა მათგანის გამოცდა და შეკავშირება დედამიწის ორბიტის მიდამოებში. ის, რაც აქამდე ჯერ არასოდეს მომხდარა. და ბოლოს, ერთი დაშვება. ჩვენ მივდივართ მთვარეზე. $2026 წლის 9 ივნისს NASA-მ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ამერიკელ და მსოფლიო საზოგადოებას იმ ასტრონავტების შემადგენლობა წარუდგინა, ვინც არტემის 3 მისიაში მიიღებენ მონაწილეობას. არტემის 2-ის წარმატებული მისიის შემდეგ NASA-ში ზეიმმა დიდხანს არ გასტანა და ტექნიკური შემადგენლობა ასტრონავტებთან და ხელმძღვანელობასთან ერთად ფაქტობრივად დაუყოვნებლივ შეუდგა არტემის 3-ის განხორციელებას. თუმცა პირვანდელი სახით ეს მისია არ შედგება. არტემის 3-ის დანიშნულება შეიცვალა, იმიტომ რომ NASA-მ ჩათვალა, რომ პირდაპირ მთვარეზე დაშვება ზედმეტად რთული და სარისკო იყო იმ ტექნოლოგიების სრული გამოცდის გარეშე, რომლებიც ჯერ ბოლომდე მზად არ არის. თავდაპირველად არტემის 3 უნდა ყოფილიყო პირველი ადამიანიანი დაშვება მთვარეზე პროგრამა არტემისის ფარგლებში. მაგრამ 2026 წელს NASA-მ არქიტექტურა შეცვალა. კოდის ამ ეპიზოდში საუბრობ ყველაფერზე, რაც არტემის 3-ის შესახებ ვიცით. თავდაპირველად კი გავიცნოთ ახალი ასტრონავტები. NASA-ს პრესკონფერენცია 2026 წლის 9 ივნისს გაიმართა ჰიუსტონში, ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში. ღონისძიებაზე NASA-მ ოფიციალურად წარადგინა არტემის 3-ის ეკიპაჟი და ასევე განმარტა, რომ მისიის მიზანი შეიცვალა. ნაცვლად მთვარეზე დაშვებისა, ეკიპაჟი დედამიწის ორბიტაზე შეასრულებს რთულ საცდელ ოპერაციებს ორიონის, SpaceX-ის Starship HLS-ისა და Blue Origin-ის Blue Moon-ის სისტემებთან. ამ ღონისძიებაზე მრავალი ადამიანი გამოვიდა სიტყვით. NASA-ს ადმინისტრატორმა ჯარედ აიზეკმენმა ეკიპაჟის წარდგენისას ხაზი გაუსვა, რომ არტემის 3 არის აუცილებელი ნაბიჯი მთვარის მომავალი მისიებისათვის და სწორედ ეს ეკიპაჟი დაეხმარება NASA-ს ახალი თაობის კოსმოსური სისტემების გამოცდაში. მისი თქმით, მოკლე დროში ერთმანეთთან უნდა იმუშაოს 3 ყველაზე ძლიერმა რაკეტულმა სისტემამ, რაც აქამდე პრაქტიკულად არ განხორციელებულა. შემდეგმა გამომსვლელებმაც ხაზი გაუსვეს არტემის 2-ის წარმატებულ მისიას და პროგრამის მომდევნო ეტაპის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამის შემდეგ სენას ისევ სააგენტოს ხელმძღვანელი ჯარედ აიზეკმენი დაუბრუნდა და მსოფლიო საზოგადოებას არტემის 3-ის ეკიპაჟის წევრები წარუდგინა. დავიწყებ არტემის 3-ის მისიის პირველი სპეციალისტის გამოცხადებით. ეს იქნება მისი პირველი ფრენა კოსმოსში. შეასრულებს მთავარი ინჟინრის მოვალეობას. ის არის ანდრე დუგლასი. ექიმი და შეერთებული შტატების არმიის პოლკოვნიკი. ცნობილია იმით, რომ ამერიკელ ასტრონავტებს შორის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უწყვეტი ყოფნის რეკორდი დაამყარა 371 დღე. მიესალმეთ მისიის სპეციალისტს ფრანკ რუბიოს. ახლა კი გაგაცნობთ ფრენის პილოტს, იტალიელი ასტრონავტი, ყოფილი საცდელი მფრინავი და ISS-ის ყოფილი მეთაური. ის გახდება პირველი ევროპელი, რომელიც არტემისის ძირითად ეკიპაჟში მოხვდა. მიესალმეთ ლუკა პარმიტანოს.
და ბოლოს გაბიცნოთ მისიის მეთაური, ვეტერანი ასტრონავტი და ყოფილი საზღვაო ქვეითი. შესრულებული აქვს 3 კოსმოსური მისია და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გატარებული აქვს 159 დღეზე მეტი. ის ეკიპაჟის ხელმძღვანელი იქნება. შეეგებეთ რენდი ბრესნიკს. Randy Bresnik. აუდიტორიას მიმართეს თავად არტემის 3-ის ახლად დასახელებულმა ასტრონავტებმაც. მათ მადლობა გადაუხადეს ოჯახს, NASA-ს ადმინისტრაციას და ყველა იმ პირს, რომლებიც მათ მომზადებასა და არტემისის პროგრამაში არიან ჩართული. თქვენს რომ ეს იქნება მორიგი საკაცობრიო მნიშვნელობის მისია და უზომოდ მადლიერი არიან მათი ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის. პრესკონფერენცია საათზე მეტხანს გაგრძელდა და ასტრონავტების მიმართ კუხარე ოვაციებით დასრულდა. მოკლედ რომ ვთქვა, არტემის 3 აღარ იქნება მთვარეზე დაშვების მისია. ეს გაშვება გადაიქცა დედამიწის დაბალი ორბიტის ტესტურ ფრენად. მთავარი მიზანია ახალი სისტემების რეალურ პირობებში გამოცდა. პირველი ადამიანიანი დაშვება გადაიტანეს არტემის 4 მისიაზე. სხვათა შორის ხშირად მესმის კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ გაუჭირდა ახლა NASA-ს იმის გაკეთება, რაც 50 წლის წინ გააკეთა იმ ძველი და მწირი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში. რამდენიმე მთავარ მიზეზს დაგისახელებთ მოკლედ. პირველი, ეს არის პოლიტიკური საკითხი. როდესაც მეცნიერებას ისეთი მხარდაჭერა არ აქვს, როგორც მაშინ ჰქონდა სახელმწიფოსგან. ახლა მეცნიერება ძირითადად კერძო სექტორის ანაბარაა ძირითად შემთხვევებში. მეორე, ეს არის ფინანსების გაცილებით მწირი რაოდენობა. ოფიციალური მონაცემებით არტემისი იღებს დაახლოებით 65-70%-ით ნაკლებ დაფინანსებას, ვიდრე აპოლომ მიიღო. სხვა სიტყვებით, არტემისის ბიუჯეტი არის აპოლოს ბიუჯეტის დაახლოებით 1/3. ამიტომ ბევრი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ არტემისი ცდილობს მთვარეზე დაბრუნებას ბევრად უფრო შეზღუდული ფინანსური პირობებით, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც პროგრამა უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე აპოლო. მესამე მიზეზია სხვა ხალხი. ის ტექნიკოსები და ასტრონავტები, ვინც აპოლოს მისიებში იღებდა მონაწილეობას, ან ცოცხალი აღარაა, ან ღრმად მოხუცებულია. შესაბამისად, ახალ თანამშრომლებს თავიდან სჭირდებათ გამოცდილების მიღება. და მეოთხე მიზეზი, ახალი ტექნოლოგიები. მაშინ სხვა ტექნიკა იყო, ახლა სხვა. მაშინაც ეტაპობრივად, უბრალოდ უფრო დაჩქარებულად დაიტესტა ტექნოლოგიები და ახლაც ეს ეტაპები მიმდინარეობს, უფრო ფრთხილად. თუ არა ხომ ავტობანი არ არის, გაიქანო და პირდაპირ დაეხეთკო. აქ უსაფრთხოების ძალიან მაღალი სტანდარტებია დასაცავი. მოკლედ ასეთია არგუმენტები. ახლა არტემის 3 უფრო გავს გენერალურ რეპეტიციას. მისია, რომელიც შეამოწმებს მთვარეზე დაშვებისთვის საჭირო ყველა მთავარ კომპონენტს, სანამ ადამიანები ისევ დაეშვებიან მთვარეზე. არტემის 2-ის წარმატებული მისიის შემდეგ NASA მთვარეზე დაბრუნების პროგრამის შემდეგ ეტაპზე დიდი იმპულსით გადადის. თუმცა ბევრს აინტერესებს, რა მოხდება შემდეგ. პასუხი საკმაოდ რთულია და დაკავშირებულია ამერიკული ინდუსტრიის 2 გიგანტს შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონკურენციასთან. არტემის 3 NASA-ს შესაძლებლობების ზღვრამდე მიიყვანს, რადგან კოსმოსური კვლევების სფეროში მისი გლობალური ლიდერის სტატუსი უკვე გარანტირებული აღარ არის და კონკურენცია სწრაფად იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მოკლე დროში უზარმაზარი სამუშაო უნდა შესრულდეს. როგორც კი არტემის 2-ის მისია დასრულდა, NASA-მ დაუყოვნებლივ დაიწყო მობილური გაშვების კოშკის მდგომარეობის შეფასება. არტემის 1-ის დროს მიღებული დაზიანებების შემდეგ ეს სისტემა მნიშვნელოვნად გააძლიერეს და გაამყარეს, რათა ესალეს რაკეტის გაშვებებს შორის საჭირო დრო მნიშვნელოვნად შემცირებულიყო. არტემის 3-ისთვის საჭირო ყველა ძირითადი კომპონენტი უკვე მზად არის: ბუსტერის ძრავები, ზედა საფეხური და ორიონი, კოსმოსური ხომალდი. ახლა მთავარი ამოცანა მათი გაერთიანებაა და NASA დროს არ კარგავს. თუმცა ამ ეტაპზე არსებობს დამატებითი სირთულე, რომელიც ნაწილობრივ NASA-ს კონტროლს სცდება. არტემის 3-ის განხორციელებისათვის მხოლოდ ესალეს რაკეტა და ორიონ ხომალდი საკმარისი არ არის. საჭიროა მთვარეზე დასაშვები მოდულიც, სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. 2021 წელს კომპანია SpaceX-მა NASA-ს კონტრაქტი მიიღო, რათა Starship-ის ზედა საფეხური არტემის 3-ისთვის ადამიანების მთვარეზე დასაშვებ სისტემად გადაექცია.
ნიშნულოვანია გვახსოვდეს, რომ იმ პერიოდში Starship-ი ჯერ ძალიან ადრეულ სტადიაში იყო. პროტოტიპი, რომელიც რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე ადიოდა, შემდეგ უკან ბრუნდებოდა და დაშვებას ცდილობდა. უმეტეს შემთხვევაში ეს მცდელობები აფეთქებებით სრულდებოდა. თუმცა ერთი წარმატებული დაშვების შემდეგ SpaceX-ი გადავიდა უფრო დიდ და განვითარებულ სისტემაზე, Starship Super Heavy-ზე. ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ დიზაინის მრავალი გაუმჯობესებული ვერსია გამოცადეს. ტესტური ფრენების დროს ზედასაბეხური სუბორბიტალურ ტრაექტორიაზე გადიოდა, რის შემდეგაც ან ნაწილებად იშლებოდა დაბრუნებისას, ან წარმატებით ეშვებოდა ინდოეთის ოკეანეში. მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებელი ტესტები წარმატებულებზე მეტი იყო, პროგრესი აშკარაა. ყოველი ახალი გამოცდით, Starship-ი უფრო უახლოვდება სრულფასოვან და ფუნქციურ სარაკეტო სისტემად ქცევას. თუმცა არსებობს პრობლემა. იმის მიუხედავად, რომ Starship-ი ტექნოლოგიურად თითქმის უპრეცედენტო პროექტია, მისი მთვარე საიმედო ლენდერად გადაქცევა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ილონ მასკი თავდაპირველად ვარაუდობდა. Hindsight-ის თვალსაზრისით, ეს მოსალოდნელიც იყო. 2023 წლის მაისში Starship-ი Super Heavy-ის პირველი გაშვებიდან რამდენიმე დღეში ფრენისას კონტროლის დაკარგვისა და აფეთქების შემდეგ NASA-მ მთვარეზე დაშვების მეორე კონტრაქტიც გასცა. ამჯერად კონტრაქტი მიიღო კომპანია Blue Origin-მა, რომელიც Jeff Bezos ეკუთვნის. იმ პერიოდში Blue Origin-ი ძირითადად ცნობილი იყო მდიდარი ტურისტების კოსმოსის საზღვრამდე ფრენებით, თუმცა კომპანიას ბევრად უფრო დიდი გეგმები ჰქონდა. აბითარებდნენ მძიმე კლასის რაკეტას New Glenn-ს და მთვარეზე დასაშვებ სისტემას Blue Moon-ს. 2025 წლის იანვარში კონკურენცია კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან Blue Origin-ი პრაქტიკულად დაეწია SpaceX-ს, მათ პირველად გაუშვეს New Glenn-ი. ეს ძირითადად წარმატებული საცდელი ფრენა იყო, თუმცა დაბრუნებისას ბუსტერი ჰაერში აფეთქდა. მოგვიანებით 2025 წლის ნოემბერში მეორე ტესტი სრულად წარმატებული აღმოჩნდა. ზედასაფეხურმა ორი თანამგზავრი მარსისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე განათავსა, ხოლო ბუსტერი რბილად დაეშვა მცურა პლატფორმაზე. 2026 წლის აპრილში კი ამ ხომალდის განმეორებითი გაშვება და უკან წარმატებით დაბრუნება შედგა. ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, NASA-მ გადაწყვიტა, რომ Artemis 3-ის ფარგლებში ერთ ან ორივე მთვარის ლენდერს გამოცდიან. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კომპანია მოასწრებს მზადყოფნას განსაზღვრულ დროში. ეს დრო კი 2027 წელია. Artemis 3 დაახლოებით იმავე სცენარით დაიწყება, როგორც ადრე. 4 ასტრონავტი კაფსულაში მოთავსდება და გიგანტური ნარინჯისფერი რაკეტით აფრინდება. თუმცა ამჯერად მათი დანიშნულების ადგილი პირდაპირ მთვარე არ იქნება. ეს არნიშნავს, რომ NASA-სთვის ადამიანების მთვარეზე დაბრუნება ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. პირიქით, ორგანიზაცია უფრო ჩქარობს, ვიდრე ოდესმე. უბრალოდ მთვარეზე დაშვების გზა უფრო მკაფიო და ეტაპობრივი გახდა. ძველი გეგმის მიხედვით, Artemis 2-ის შემდეგ, რომელმაც მთვარის გარშემო შემოფრენა და დედამიწაზე დაბრუნება წარმატებით შეასრულა, NASA პირდაპირ Artemis 3-ის ფარგლებში მთვარეზე ადამიანების დაშვებას გეგმავდა. პრობლემა ის იყო, რომ რეალური დაშვების პროცესი ბოლომდე გასაზღვრული არ ჰქონდათ. ბევრი რამ ფრენის მიმდინარეობისას უნდა გაერკვიათ და იმედი ჰქონდათ, რომ ყველაფერი იმუშავებდა. ადამიანების სიცოცხლის გათვალისწინებით ეს საკმარისად დამაჯერებელი მიდგომა არ იყო. ამიტომ ახალი გეგმა ითვალისწინებს მთვარის პოტენციური ლენდერის გამოცდას დედამიწის ახლოს, კოსმოსში, რათა ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს უსაფრთხო დაბრუნება შესაძლებელი იყოს. ეს ნიშნავს, რომ SLS-ისა და Orion-ის გარდა ერთდროულად კიდევ ერთი ან ორი გიგანტური რაკეტაც გაეშვება. თუ ორივე ლენდერი მზად იქნება, მისია ორივე სცენარის გამოცდის შესაძლებლობას შექმნის. პირველ რიგში ორბიტაზე გაეშვებიან მთვარის ლენდერები, Starship-ი და New Glenn-ი. ორივემ საკუთარი ზედასაფეხური დედამიწის დაბალ ორბიტაზე უნდა განათავსოს. აქ პირველი დიდი გამოწვევა ჩნდება. Lunar Starship-ი და Blue Moon-ი იმდენად მასიურია, რომ დედამიწიდან მთვარემდე გადაადგილებისთვის უზარმაზარი რაოდენობის საწვავს ხარჯავენ. ამიტომ სანამ რეალურ დაშვებას შეძლებენ, მათ კოსმოსში საწვავის შევსება სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთვარიდან ასტრონავტების უკან ასაყვანად საკმარისი საწვავი აღარ ექნებათ. Artemis 3-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამის დამტკიცებაა. შეძლებენ თუ არა კომპანიები კოსმოსში დედამიწის ორბიტაზე მყოფი ხომალდის საწვავით წარმატებით შევსებას. SpaceX-ის შემთხვევაში ეს ნიშნავს მეორე Starship-ის გაშვებას, რომელიც საწვავის ტანკერის ფუნქციას შეასრულებს. Blue Origin-ისათვის კი საჭიროა ცალკე საწვავის სატრანსპორტო ხომალდის გაშვება.
ამგვარად კიდევ 2 გიგანტური რაკეტის გაშვება გახდება საჭირო, რასაც მოჰყვება ორბიტაზე მიერთებისა და საწვავის გადატანის დემონსტრაცია, როგორც Lunar Starship-ისთვის, ასევე Blue Moon-ისათვის. შეიძლება ეს განსაკუთრებულად შთამბეჭდავად არ ჟღერდეს, მაგრამ აქამდე კაცობრიობას კოსმოსში ხომალდის საწვავით შევსება არასოდეს განუხორციელებია. ორი ასეთი ოპერაციის ერთდროულად ჩატარება ტექნოლოგიური განვითარების უზარმაზარი ნაბიჯი იქნება. თუ ყველაფერი წარმატებით შესრულდება, შემდეგი ეტაპი SLS-ის გაშვებაა. ეს პროცესი Artemis 2-ის მსგავსად განვითარდება, თუმცა Orionis კაფსულა კოსმოსში გასვლის შემდეგ მთვარისკენ აღარ გაემართება. მის ნაცვლად ის ორბიტაზე შეხვდება პირველ ლენდერს. პირველი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება ორი ხომალდის ერთმანეთთან მიერთება. ლენდერი სრულად ავტომატური სისტემით იმუშავებს, ხოლო Orion's პილოტი მართავს. მსგავსი მანევრი უკვე ივარჯიშეს Artemis 2-ის ფარგლებში. სიმულაციური მიერთების დროს ასტრონავტმა ვიქტორ გლოვერმა საკუთარი კაფსულა გამოყენებული ზედა საფეხურისკენ მიმართა. პირველ სცენარში Orionი გვერდიდან მიუახლოვდება Blue Moon-ს და ლენდერის ქვედა ნაწილში მდებარე ეკიპაჟის კაბინის დამაკავშირებელ პორტს შეუერთდება. ზედა სექციები ძირითადად საწვავის ავზებია, ხოლო ეკიპაჟი პირდაპირ საცხოვრებელ მოდულში გადავა. შიდა სივრცე განსაკუთრებით დიდი არ არის. თუმცა თუ Blue Moon-ს ძველ აპოლოს მთვარის მოდულს შევადარებთ, აშკარა ხდება, რომ ასტრონავტებს ბევრად მეტი ადგილი ექნებათ გადაადგილებისთვის. მეორე სცენარი განსხვავებულია. Lunar Starship-ის დამაკავშირებელი პორტი ხომალდის წინა ნაწილში მდებარეობს. ეკიპაჟის გადასვლის შემდეგ ისინი აღმოჩნდებიან უზარმაზარ შიდა სივრცეში, დაახლოებით 9 მეტრის სიგანისა და რამდენიმე მეტრის სიმაღლის საფრენ გემბანზე. სივრცე იმდენად დიდია, რომ მას თითქმის ფუფუნების დონეზე კომფორტულად მიიჩნევენ. ორივე შემთხვევაში ეკიპაჟის მოწყობის შემდეგ იწყება მთავარი სამუშაო. ასტრონავტები დეტალურად შეამოწმებენ კრიტიკულ სისტემებს, სიცოცხლის უზრუნველყოფას, ენერგომომარაგებას, ძრავებსა და კომუნიკაციას. დიდი ალბათობით ისინი ლენდერს Orionisგან დროებით გამოყოფენ, ორბიტაზე ხელით მართვას გამოცდიან და შემდეგ ხელახლა შეუერთდებიან. ამ პროცესის მთავარი მიზანია ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენა, რომელიც მომავალ ვერსიაში უნდა გამოსურდეს. იმ ვერსიაში, რომელიც რეალურად გადაიყვანს ადამიანებს მთვარეზე. ტესტირების სცენარის ფარგლებში ეკიპაჟი პირველად მოირგებს მთვარის ახალ სკაფანდრებს მიკროგრავიტაციის პირობებში. ეს სკაფანდრები შექმნილია კომპანია Axiom Space-ის მიერ და სრულიად ახალი ტიპის სისტემას წარმოადგენს. ისინი განსხვავდება როგორც NASA-ს მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამოყენებული სკაფანდრებისგან, ასევე Apollo-ს ეპოქის მთვარის კოსტუმებისგან. ახალი სკაფანდრები მომავალ ასტრონავტებს ბევრად მეტ მოქნილობას მისცემს და მათ გადაადგილებას უფრო ბუნებრივს გახდის. დედამიწაზე ისინი წყალქვეშ უკვე გამოიცადა, რადგან ეს გარემო ნაწილობრივ იმიტირებს კოსმოსურ პირობებს. თუმცა რეალური გამოცდა მოხდება მაშინ, როდესაც ასტრონავტები ლენდერის ჰერმეტულ კამერაში შევლენ და სკაფანდრებს პირველად კოსმოსის ვაკუუმს დაუპირისპირებენ. NASA ვარაუდობს, რომ ყველა ამ ტესტისა და პროცედურის დასრულებისათვის ეკიპაჟს დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება. Ignition. ამასობაში დედამიწაზეც მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება. 2026 წლის მაისში კომპანია SpaceX-მა Starship V3-ის რაკეტის პირველი გამოცდა წარმატებით ჩაატარა. ახალი გაშვების პლატფორმიდან, რომელიც Starbase-ში, ტეხასში მდებარეობს. სწორედ ეს სისტემა უნდა გახდეს ადამიანების მთვარეზე გადასაყვანი პლატფორმა. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება საცხოვრებელი ინტერიერის, სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებისა და ადამიანებისათვის კომფორტული გარემოს დამატებაც. ამავდროულად კომპანია Blue Origin-ის რაკეტამ Blue Moon Mark 1-მა საცდელი ფრენისას კრახი განიცადა. ეს არის Blue Moon-ის უფრო მცირე ზომის ვერსია, რომელიც განკუთვნილია საშუალო ზომის ტვირთების მთვარეზე გადასატანად. ტესტის მიზანი მარტივი იყო: მიაღწიოს მთვარემდე და უსაფრთხოდ დაეშვას. მომავალში, თუ ეს მისია წარმატებული იქნება, Blue Origin მნიშვნელოვნად გააძლიერებს საკუთარ პოზიციას NASA-ს თვალში და უბრალო გვიანდელი მონაწილიდან სერიოზულ კონკურენტად გადაიქცევა. თუ ორივე კომპანია წარმატებით გაართმევს თავს საკუთარ ამოცანებს და Artemis 3 დედამიწის ორბიტაზე ლენდერების გამოცდით წარმატებით დასრულდება, შემდეგი ნაბიჯი იქნება უპილოტო ავტომატური დაშვება მთვარეზე. ეს შეიძლება პირობითად Artemis 3.5-ად ჩაითვალოს. როდესაც დადასტურდება, რომ ლენდერი ადამიანებისათვის უსაფრთხოა, აუცილებელი გახდება მისი მთვარეზე დაშვების რეალური გამოცდა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა. მაგრამ წარმატებაც კი დასვენების საშუალებას არ იძლევა, რადგან NASA-ს სურს Artemis 4 Artemis 3-დან 1 წელიწადში განახორციელოს. ეს ნიშნავს, რომ SpaceX და Blue Origin მოუწევს ლენდერების უკიდურესად სწრაფად წარმოება. ამ გზით გეგმავს ამერიკა მთვარეზე დაბრუნებას, არა მხოლოდ დროშის ხელახლა დასამაგრებლად, არამედ მთვარის გარემოში სტრატეგიული უპირატესობის დასამყარებლად.
მთვარის კვლევის ოქროს ხანა უკვე დაიწყო. თითქმის შეუძლებელი, შესაძლებელი გახდება. რადგან ავაშენებთ ბაზას ადამიანის მუდმივი ყოფნისათვის მთვარის სამხრეთ პოლუსზე. ეს არის უკიდურესობების სამყარო, რთული რელიეფი, უკიდურესი სიცივე და მუდმივად ცვალებადი განათების პირობები. თუმცა ეს რეგიონი მდიდარია სამეცნიერო აღმოჩენებისა და რესურსების უზარმაზარი პოტენციალით. გზას პირველები რობოტული მისიები გაკვალავენ. ისინი გამოიკვლევენ, გამოცდიან და მოამზადებენ გარემოს. მათ კვალს ადამიანები გახვევიან. ჩვენ ვისწავლით, როგორ ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ სხვა ციურ სხეულზე. ასევე შევქმნით კაცობრიობის პირველ მუდმივ ფორპოსტს მთვარეზე. ეს დაგვეხმარება სამყაროს სამეცნიერო საიდუმლოებების აღმოჩენაში და ადამიანების მარსზე გასაგზავნი მისიებისათვის მომზადებაში. ყველაფერი ეს კაცობრიობის საკეთილდღეოდ. მთვარის ბაზა, კაცობრიობის პირველი ფორპოსტი მთვარის ზედაპირზე. ჩინეთის მთვარეზე დაშვების გეგმა საკმაოდ ამბიციურია და მიზნად ისახავს პირველი ჩინელი ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნას დაახლოებით 2030 წლამდე. გეგმის ძირითადი ნაწილი ასეთია. ჩინეთი ავითარებს საკუთარ მძიმე კლასის რაკეტას Long March 10. ქმნის ახალ ეკიპაჟიან კაფსულას Mengzhou. ამზადებს მთვარის დასაშვებ მოდულს Lianhua. მიზანი არის 2 ასტრონავტის მთვარეზე დაშვება, ხოლო ეკიპაჟის მესამე წევრი ორბიტაზე დარჩება. ახლა მოკლედ გიამბობთ ამ გეგმაზე, რაც ამერიკის აჩქარების მიზეზის უკეთ აღქმაში დაგვეხმარება. ჩინეთის სქემა გარკვეულწილად ჰგავს NASA-ს Artemis 3-ის არქიტექტურას. ერთდროულად 2 დამოუკიდებელი გაშვება დედამიწიდან, ხომალდების შეხვედრა მთვარის ორბიტაზე, ეკიპაჟის გადასვლა ლენდერში, დაშვება მთვარის ზედაპირზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთი გეგმავს მთვარის სამხრეთ პოლუსზე კვლევითი ბაზის შექმნას. პროექტი ცნობილია როგორც International Lunar Research Station, მთვარის საერთაშორისო კვლევითი სადგური. ეს ბაზა სავარაუდოდ 2030-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყებს ფორმირებას და შესაძლოა ჩინეთმა ის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად განავითაროს, მათ შორის რუსეთთან თანამშრომლობით. თავარი იდეა მხოლოდ დროშის ჩადგმა არ არის. ჩინეთი ცდილობს მთვარეზე მუდმივი ინფრასტრუქტურის შექმნას, წყლის ყინულის მოძიებას სამხრეთ პოლუსზე, რესურსების გამოყენებას, მომავალში მარსის მისიებისათვის ტექნოლოგიური ბაზის შექმნას, ერთგვარ პლაცდარმს. ჩინეთის მთვარის პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია ნაწილობრივ ღიაა, მაგრამ დასავლურ სააგენტოებთან შედარებით ნაკლებად გამჭვირვალეა, მაინც კომუნიზმია. მაგალითად, ორგანიზაცია ჩინეთის ნაციონალური კოსმოსური ცენტრის ადმინისტრაცია China National Space Administration რეგულარულად აქვეყნებს ოფიციალურ გეგმებს, მისიების სახელებს, ზოგად ვადებს და ტექნიკურ მიზნებს. ცნობილია მათი პროგრამები: ჩანგის სერია, ადამიანიანი მთვარის პროგრამა, ახალი რაკეტები და მთვარის ბაზის პროექტი. თუმცა, ინფორმაციის ღიაობა შეზღუდულია რამდენიმე მიმართულებით. ნაკლებად ქვეყნდება დეტალური ტექნიკური სირთულეები და ჩავარდნები. პროგრამის რეალური ბიუჯეტი ხშირად სრულად საჯარო არ არის. პროექტების განვითარების შიდა ეტაპები ყოველთვის გამჭვირვალე არ არის. სამხედრო და სამოქალაქო კოსმოსური ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ ერთმანეთთან დაკავშირებულია, რაც დამატებით საიდუმლოებას ქმნის. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში ჩინეთი უფრო აქტიურად ცდილობს საერთაშორისო თანამშრომლობის წარმოჩენას. მაგალითად, ისინი უცხოელ მეცნიერებს აძლევენ წვდომას მთვარის ნიმუშებზე და პარტნიორებს იწვევენ მთვარის კვლევით ბაზაში პროექტში International Lunar Research Station. ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის კოსმოსური პროგრამა მუშაობს ეტაპობრივი და წინასწარ დაგეგმილი მოდელით. ანუ, ნაკლებად ჩანს ყოველდღიური დეტალები, მაგრამ როდესაც მიზანი საჯაროდ ცხადდება, ხშირად რეალურად სრულდება კიდეც. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს უკვე მთვარის ახალი რბოლაა. ოღონდ ამჯერად შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის მთვარის პროგრამა არც სრულად დახურულია და არც სრულიად გამჭვირვალე. ის შუა მდგომარეობაშია. საკმარისი ინფორმაცია არსებობს სტრატეგიის გასაგებად, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც დასავლური სააგენტოებიდან ხელმისაწვდომი. შედარებისათვის, NASA ხშირად აქვეყნებს ტექნიკურ დოკუმენტაციას, პირდაპირ ტრანსლაციებს, პრობლემების ანგარიშებს და სატესტო დეტალებს. ჩინეთის პროგრამა უფრო ცენტრალიზებული და სახელმწიფო კონტროლქვეშაა. ამიტომ ინფორმაცია ძირითადად ოფიციალური განცხადებების ფორმით ვრცელდება. ფაქტია, რომ ეს რბოლაა და გამარჯვებული იქნება ის, ვინც პირველი დაასწრებს.
თუმცა ჩემი აზრით, ასეთი კონკურენცია საერთო საკაცობრიო სამეცნიერო მიმართულებით ცოტა არ იყოს პროგრესის შემაფერხებელია. ასევე ჩემი აზრით, თუ საერთაშორისო თანამშრომლობა კოსმოსური სადგურის ფარგლებში შედგა და თან მრავალწლიანი წარმატებით, ასეთივე შედეგიანი იქნებოდა მთვარის ათვისების პროგრამის ერთიანი ძალებით განხორციელება. თუმცა ადამიანს ჯერ ასეთი განვითარების ეტაპისთვის როგორც ჩანს არ მიუღწევია, მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა. დავველოდოთ მეტ სიახლეებს მთვარის პროგრამებთან დაკავშირებით. შეგი მოიწონე ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი. დროებით.